უკვე ცნობილია თარიღი, როდის გაიმართება პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭეჭინაძისა და იუმორისტ ონის ეცხარაძის მომდევნო სასამართლო პროცესი 25 მარტი 13 საათი. ამ დღესა და ამ დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მხარეთა რეპლიკებით განახლდება. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა და მასზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. მოგვიანებით ადვოკატებმა ისაუბრეს პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მათ გააკეთეს კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან. მათი შეფასებით სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობები, ისევე როგორც დაცვის მხარემ და როგორც იურისტები განმარტავენ, პოლიციელთა ჩვენებები, მათ შორის შინაგან სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა ჩვენებები ერთმანეთს იყო აცდენილი და საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით იყო წარმოდგენილი, რაც მათი შეფასებით არ შეიძლება იყოს საქმის მასალებად მიჩნეული, ამიტომ ისინი მოითხოვენ პროკურატურის მტკიცებულებების თავიდან აცილებას. როგორც იურისტები განმარტავენ, გამოკითხული პოლიციელების ჩვენებები იყო ერთმანეთისგან აცდენილი, როგორც დასახელებული იყო სხვადასხვა თარიღი მათ მიერ, ასევე არ იყო დასახელებული არც ერთი პირის ვინაობა, რომელსაც ედავებიან ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას. აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიუღია და სავარაუდოდ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკვე მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 25 მარტს უნდა გაიმართოს. დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მსახიობმა ანდრო ჭეჭინაძემ, რომელმაც სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა სასამართლო სხდომის დარბაზში. სასამართლო განხილვა გადაიდო, შემდეგ სასამართლო სხდომაზე განიხილება რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმე ზოგადად ალბათობის მაღალ ხარისხს, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენის საქმის არსებით განხილვაზე, ეს ერთი შუამდგომლობა უნდა იქნას განხილული და ჩვენ დავაყენებთ რა თქმა უნდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას და მეორე ჩვენ დავაყენებთ მათ შორის ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობები და უკვე შემდეგ სხდომაზე განახლდება რეპლიკების მოსმენით და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სხდომა წინა სასამართლო სხდომაზე იქნება საბოლოო და შემდეგ უკვე საქმის არსებით განხილვაზე გადავალთ. დაცვის მხარეს საერთო ფორმატში მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა უმრავლესობა არის კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული, მოსამართლემ აუცილებლად დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების სრული მოცულობით უნდა დააკმაყოფილოს, შესაბამისად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნუსხიდან მთელი რიგი მტკიცებულებები უნდა იყოს ამორიცხული. ისინი საუბრობენ ჰიპოთეტურ დაზიანებებზე, ჰიპოთეტურ დროებზე და ბრალის შესახებ დადგენილებაში ამ პირების მიერ სავარაუდო აღსაწერ დანაშაულთან დაკავშირებით მითებულია სხვა დრო. საუბრობს პოლიციელი 4 დეკემბერზე, 5 დეკემბერზე, პირებს ედავებიან 29 ნოემბერს, 29 ნოემბერს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. შესაბამისად არარელევანტურია და საერთოდ არ არის კავშირში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. სამწუხაროდ პროცესი ისევე ვერ დასრულდა, ანუ ჩვენ პასუხები მაინც ვერ მივიღეთ ერთმანეთთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს უპასუხეთ მხოლოდ იმ ნაწილს, რომ ჩვენ რა მტკიცებულებებს თulit დაუშვებლად და თავად პროკურატურა რა მტკიცებულებებს თulis ჩვენს მტკიცებულებებში დაუშვებლად. ცალკეულად ვერ უპასუხეთ პროკურატურის არგუმენტაციას ადვოკატებმა და ასევე ადვოკატების პოზიციას ვერ უპასუხა პროკურატურამ, იმიტომ რომ დრო არ იყო ამისთვის, შესაბამისად ეს ეტაპი უკვე იქნება შემდეგ პროცესზე და შემდგომ მიიღებს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებას, რამდენად დასაშვები არის. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით დღევანდელი სასამართლო პროცესი ნაწილობრივ იყო დახურული, იქ შეუშვეს მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, ხოლო დარბაზს მიღმა დატოვეს ოჯახის წევრები ბრალდებულთა და ასევე მათი მხარდამჭერები. დაცვის მხარის იურისტების შუამდგომლობისა და ბრალდებულთა არაერთი თხოვნის მიუხედავად დაეშვათ ოჯახის წევრები მაინც სხდომათა დარბაზში. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ეს შუამდგომლობა და არც თხოვნა არ დააკმაყოფილა და თავის გადაწყვეტილება ახსნა იმ მიზეზით, რომ წინა სხდომაზე, რომელიც 5 მარტს გაიმართა, მქუხარეთაში და სხვადასხვა შეძახილით ხვდებოდნენ ბრალდებულთა სიტყვას მათი მხარდამჭერები და ამით მისი მტკიცებით ირღვეოდა სასამართლოს წესრიგი. აღნიშნული შუამდგომლობა და აღნიშნული გადაწყვეტილება გაიზიარა მათ შორის პროკურორმა ვაჟა თოდუამაც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დარბაზში ვერ დაესწნენ ვერც ოჯახის წევრები ბრალდებულების და ვერც მათი მხარდამჭერები, ისინი შეიკრიბნენ საქალაქო სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან და აქედან ცდილობდნენ გაეგონათ თავიანთი საპროტესტო შეძახილები დარბაზში მყოფი ბრალდებულებისთვის.
შემდეგი სასამართლოსთვის მაინც არ ვკარგავ რაღაცის იმედს, არ ვიცი ეს რა არის და რა დავარქვა ამას სახელად, მაგრამ აი რაღაცის, რომ სადღაც შეიძლება სინდისის და ნამუსის მსგავსი ვიღაცას საერთოდ ადამიანობის მსგავსი და თავის თავში საერთოდ რაღაც ადამიანურის გადარჩენა უნდოდეს ამ პერიოდში. მაგრამ რასაც დღეს ჩვენ უყურებთ, ჩემთვის ეს არაფრით არ განსხვავდება დეკემბრის მოვლენებისგან, სადაც ჩვენ ხედავდით აი ამ ტკივილს, აი ამ დარბევას, აი ეს არის ტიპიური დარბევა ჩემთვის, უბრალოდ კიდევ უფრო რთული, კიდევ უფრო მტკივნეული და კიდევ უფრო სახიფათო, იმიტომ რომ ეს ეხება იგნორირებას ყველაფრის, ყველანაირი კანონის, ყველანაირი, არ ვიცი, სამართლებრივი მოცემულობის, რაც კი შეიძლება გქონდეს და უბრალოდ ჩვენ გადავიქეცით მაყურებლებად ჩვენი თანამებრძოლების, თანამოაზრეების, კოლეგების წამების და წვალების. ეს არის მორალური წვალება, რასაც აქ უყურებთ და სადისტური გასართობი, რადაც ამ რეჟიმმა გადააქცია სასამართლო. ჯერ არავინ არ გაუმართლებიათ. რა პროცესებსაც დავწრები ვარ მე, მაგალითად მსახიობ ანა ტყებუჩავასთან დაკავშირებით, საერთოდ იქ პროკურატურა ვერ აყალიბებდა თავის ბრალეულობას და მაინც უმაღლესი 5,000 ლარით დააჯარიმეს. ჯერ სამართალი არ გვინახავს. და რა ის უნდა მქონდეს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება უკეთესობისგან. დროის გაწელვა რაღაცა მისი ადამიანების რა ვიცი დემორალიზაცია და რა ვიცი ზოგადად მუხტის ჩახშობის, საპროტესტო მუხტის ჩახშობა ხდება ჩემი თვალსაზრისით ეს ყველაფერი. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 პირის გაერთიანებული საქმე 5 მარტის სასამართლოს ხდომამდე ერთი დღით ადრე 4 მარტს გადაიბარა. მისი მტკიცებით მან 13 ტომისგან შემდგარი საქმე ერთ ღამეში შეისწავლა, რაც ადვოკატების თქმით და მათი შეფასებით არის არაადეკვატური მტკიცებულება. მათი თქმით მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია რომ ამ მსგავსი მოცულობის საქმეს მით უმეტეს ერთი ღამის განმავლობაში და ზედმიწევნით გაეცნოს. გუჯაოს აჯანიშვილმა, რომელიც არის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი, მოითხოვა მოსამართლის აცილებაც, თუმცა ეს მოთხოვნა ეს შუამდგომლობა მის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. ასევე ადვოკატები მოითხოვდნენ ვაჟა თოდუას პროკურორის საქმიდან აცილებასაც, რადგან როგორც ცნობილია, ის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების 3 მარტის გადაწყვეტილების თანახმად არის სანქცირებული და ამიტომ მისი ამ საქმეში მონაწილეობა მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების საქმეს, არ შეიძლება რომ ეს პროკურორი მონაწილეობდეს საქმეში, თუმცა ეს შუამდგომლობას სამართლეს არ დაუკმაყოფილებია. რაც შეეხება სამართლის წარმოებას, 225 მუხლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11 პირისთვის მოიცავს აღკვეთი პატიმრობის თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.